საქართველოს და აზერბაიჯანი ტურიზმის სფეროში ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. სამომავლო გეგმებზე ბაქოში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრებმა ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს-აზერბაიჯანის ერთობლივი ტურისტული მარშრუტების შექმნის პერსპექტივაზე, ასევე ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მარკეტინგული კამპანიების განხორციელების შესახებაც. ჩვენი მიზანი გახლავთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით და ერთობლივი პროექტების განხორციელებით მოვახდინოთ უცხოელი ტურისტების მოზიდვა, განსაკუთრებით შორი დისტანციებიდან, იმისათვის, რომ მათთვის საინტერესო იყოს კავკასიაში მოგზაურობა, მათ შორის საქართველოსა და აზერბაიჯანში. ძალიან პროდუქტიული შეხვედრა იყო, განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც სამომავლოდ აუცილებლად განვახორციელებთ. Ფიქრობ, რომ ორივე ქვეყნის გამოცდილება საბოლოო ჯამში კარგ შედეგს მოგცემს. დიდი ინტერესით ვაკვირდებით თქვენს ქვეყანაში ტურიზმის სფეროს განვითარებას და ჩვენი საერთო მიზანია კავკასიის რეგიონში მოვიზიდოთ ტურისტები. Ფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობის პერიოდში საინტერესო პროექტებს განვახორციელებთ.